გამარჯობა, მე მარიკო ვარ, 30 წლის. შენ ჩემს YouTube არხს ახარ. იმასაც გეტყვი, რომ ჩემი YouTube არხი დიდად არ არის გამორჩეული. ერთადერთი გამორჩევა ალბათ ისაა, რომ უფრო ხშირად ვდებ შორტებს, ანუ პატარა ვიდეოებს, ვიდრე დიდ ვიდეოებს. იმიტომ რომ დიდი ვიდეოები მოითხოვს ძალიან ბევრ საუბარს, ძალიან ბევრ მონტაჟს, ეფექტებს და მსგავს რაღაცებს. ამიტომ ცოტა ვიზარმაცოთ ხოლმე, ეხლა რა ხდება. ხო. ეხლა რა მინდოდა რომ შენთვის მეთქვა. პირველი ის, რომ მე ფსიქოლოგია კარგად მესმის. ფსიქოლოგია არა ვარ, მაგრამ კარგად მესმის. იმიტომ რომ ჩემს თავში მიყვარს ძალიან ბევრი ძრომიალი და ყოველთვის ვცდილობ რომ გავარკვიო, რომ რასაც ვაკეთებ, რატომ ვაკეთებ. ანუ ამას იმიტომ ვაკეთებ, რომ მე მინდა მე სიამოვნებს თუ სადღაცას იქ საზოგადოებრივი არხია და ამის კომპლექსიდან გამომდინარე ვაკეთებ. შესაბამისად მე ჩემს თავს და ჩემს ხასიათებს აბსოლუტურად 100%-ით კარგად ვიცნობ. ყველაფერს არა, მაგრამ ძირითადად მაინც ვიცნობ ჩემს ხასიათს, ვიცი სად რაღაცასთან მიმართებაში რა დამოკიდებულება მაქვს და შესაბამისად არ მაქვს რაღაცა იმის პრობლემები, რომ აი ადამიანები რო ვერ ხვდებიან რა უნდათ. ხო, მე ძალიან კარგად ვიცი რა მინდა და რა არ მინდა. იმიტომ რომ საკუთარ თავს ვიცნობ კარგად. ეხლა ისი თქმა მინდა და უბრალოდ და ძალიან ესე მარტივად და მოკლედ გეტყვით და თან ცოტას მოგასცემთ. იმედია მშვიდობაა. გაიგზერიოთ ყველას. მე მოგატია ცოტა ემოციებში ვარ, ხო? ძალიან ბევრს უკითხავს ჩემთვის, რომ რანაირად გაქვს ესეთი, ანუ უკომპლექსობა, რომ აი ესე თამამად გამოდიხარ და ლაპარაკობ. რეალურად უკომპლექსო არა ვარ. ყველა ადამიანს აქვს რაღაც კონკრეტული კომპლექსი, მაგრამ მოდი ჯერ გავარკვიოთ რა არის კომპლექსი. კომპლექსი არის ის, რისით შენ გწვენია. მე არ მწვენია ჩემი საუბრის, იმიტომ რომ რასაც ვსაუბრობ, ყოველთვის ვსაუბრობ ჩემ პირად სუბიექტურ აზრს და ამას ხას ვუსვამ, რომ ეს ჩემი სუბიექტური აზრია. არ არის აუცილებელი რომ დაეთანხმოთ. უბრალოდ მე ესე ვფიქრობ, თუ ჩემნაირად ვფიქრობ, ხო კაი, თუ არ ვფიქრობ, ეგეც ხო კაი და მორჩა. ანუ შარიანი არა ვარ, რა მოკლედ რო ვთქვათ. როგორ გადავლახოთ კომპლექსები? მარტივი გზა. შენ თუ რაღაცის გაკეთება შეგიძლია და რაღაცის გაკეთება გსიამოვნებს, მაგალითად სიმღერა, მაგალითად ცეკვა, მაგალითად ხატვა, წერა და ასე შემდეგ, არასდროს არ დაუჯერო სხვა ადამიანებს და არ კითხო გამომდის თუ არ გამომდის. იმიტომ რომ ყველა ადამიანი მაინც უმრავლესობა არის ძალიან შურიანი და სულ რო კარგად გამოგდიოდეს, შურის გამო გეტყვის ცუდად გამოგდესო და თავი გაანებებ. ამიტომ არასდროს არავის არაფერი არ კითხოთ. დაიწყეთ, იმღერეთ, იცეკვეთ, დაწერეთ, თქვენთვის იცოდეთ ეს ყველაფერი და რო წაიკითხავთ ხოლმე თავიდან ან მოისმენთ თქვენ ხმას, ხო? თქვენვე შეეცადეთ ხოლმე, რომ საკუთარი თავი თქვენივე ძალებით გააკრიტიკოთ. სხვებს არ მომსმინოთ. მერწმუნეთ, ეგრე ჭופია.